მეწარმე და სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე, რომ სარეალიზაციოდ გამოტანილი სურსათი უვნებელი იყოს. მაგრამ უვნებელი სურსათი მომხმარებლის ხელში შეიძლება გახდეს მავნე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც დავიცვათ სურსათის უვნებლობის წესები. პირველ რიგში ვისაუბროთ შეძენილი სურსათის ვარგისიანობის ვადებზე. გვახსოვდეს, ვარგისიანობის ვადა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი პროდუქტს თავისივე შეფუთვაში და მასზე მითითებულ პირობებში შევინახავთ. თუ შეფუთვის ჰერმეტულობა ან შენახვის პირობები დაირღვა, ვარგისიანობის ვადა აღარ მოქმედებს და თუ ეს პროდუქტი მალფუჭებადია, იგი სწრაფად 1-2 დღის განმავლობაში უნდა მოვიხმაროთ. ჰერმეტული შეფუთვის გახსნისას იყავით ყურადღებით. თუ შეფუთვა დაზიანებულია, გაბერილია, მასზე ან მის შიგნით შეიმჩნევა ჟანგი ან ობი, ნუ მოიხმართ ასეთ პროდუქტს. უფრო მეტიც, თუ კი შეფუთვას დაზიანება გარედან არ ეტყობა, მაგრამ შიგ-თავს არადამახასიათებელი სუნი, კონსისტენცია ან შესახედაობა აქვს, ნუ გარისკავთ, ნუ მოიხმართ ასეთ პროდუქტს. ორივე შემთხვევაში აცნობეთ ამ პრობლემის შესახებ მაღაზიას, სადაც პროდუქტი შეიძინეთ და სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მეორე რაც უნდა გვახსოვდეს, მნიშვნელოვანია სად ვიძენთ პროდუქტს. გარდა მაღაზიებისა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ჩვენ ხანდახან უშუალოდ გლეხებისგან ვიძენთ. ოჯახურ მეურნეობაში გაზრდილი ქათმის კვერცხი მართლაც ბევრად გემრიელია ვიდრე ფერმის ქათმის და ახალმოწველილი რძე ბევრად გემრიელია ვიდრე ფერმის რძე. გლეხის სახლში ამოყვანილი ჭყინტი ყველი შეიძლება უფრო გემრიელი იყოს ვიდრე ქარხნულად დამზადებული ყველი. განსხვავებულია ფასებიც, მაგრამ ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკეთესი გემოს ხათრიდან და თანხის დასაზოგად ვრისკავთ უვნებლობას. სამწუხაროდ მეტია იმის რისკი, რომ საოჯახო მეურნეობების პროდუქტები ზოონოზური დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს შეიცავდეს. ამიტომ მათი გამოყენებისას უნდა დავიმახსოვროთ შემდეგი. სოფლის რძე მოხმარებამდე აუცილებლად უნდა ავადუღოთ. ჭყინტი ყველი აუდუღარი რძისგან მზადდება, ამიტომ გლეხისგან ყველის შეძენამდე დარწმუნდით, რომ რძე მიღებულია ჯანმრთელი ძროხისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ გარისკავთ ამ ყველის უმად ჭამას, გამოიყენეთ მხოლოდ კულინარიაში. თუმცა მარილში გამოყვანილ ყველში ბაქტერიები იღუპება და ისინი უფრო უსაფრთხოა. რაც შეეხება სოფლის კვერცხს, აქ ორი საფრთხე გვაქვს: კვერცხის შესაძლო სიძველე და მისი შესაძლო ბაქტერიული დაბინძურება. სიახლის შემოწმება ადვილია. ჩადეთ კვერცხი ცივ წყალში და თუ ის ზედაპირზე იტივტივებს, ის უკვე ძველია და ჯობს არ მოიხმაროთ. რაც შეეხება პათოგენურ ბაქტერიებს, სამწუხაროდ მათი არსებობის საფრთხე მეტია სოფლის კვერცხში ან მის ზედაპირზე. ამიტომ გახსოვდეთ, კვერცხი მოხმარების წინ აუცილებლად საგულდაგულოდ გარეცხეთ. თუ გსურთ, რომ მაქსიმალურად დაიზღვიოთ თავი, კვერცხი მხოლოდ კარგად მოხარშული ან შემწვარი მიირთვით. არ მიირთვათ სოფლის კვერცხი უმად. და ბოლოს დაიმახსოვრეთ ზოგადი წესი, თუ პროდუქტს გაფუჭების ნიშნები აქვს, არ გასინჯოთ. გადააგდეთ. ნუ გარისკავთ თქვენ ჯანმრთელობას.